ქედმაღლობით და ამაყი ხასიათით ვიარე ჩემი მოწიფული ცხოვრების პირველი ნაწილი. ალბათ ამანაც მიმიყვანა გააბრაგებამდე და მაშინ ვიყავი საშიში სახელმწიფოსთვის. რამდენი მეტი დრო გავიდა, იმდენი დაუნდობლად და განუკითხავად მცემა ცხოვრება, მაგრამ მარტო ამაყი ხასიათის და ქედმაღლობის ბრალი არ იყო ეს. ერთი საგან მეორე კაცის დაჩაგვრა მძულდა ბავშვობიდანვე ვერ ვიტანდი ამას. გასაჭირში და განსასწელში ჩავარდნილი კაცი მებრალებოდა. ხელის გაწოდებას და მიხმარებას მოვალეობად უთვლიდი ჩემ თავს. ამისთვისაც იყო რომ ხვდებოდა. ამასობაში ასაკმა მიმატა. ადრე ჩემი ღირსების შელახვას რომ ვერ ვიტანდი, მერე და მერე თითქმის მიმავიწყდა საკუთარი თავი, ახლა სხვისი ღირსების შელახვას ვერ ვეგუებოდი ვერაფრით. სიცოცხლის ფასად რომ ღირებოდა, მაინც ვებრძოდი უსამართლობით და ძალმომრეობით ლელოს გამტან კაცებს. ჩვენ სახელმწიფოში ასეთი კაცები უმეტესობაა. მაშინაც საშიში ვიყავი სახელმწიფოსთვის. კაი ხანი ვიდექი ამაზე. მაგრამ ბოლო ყველაფერს აქვს. დაუკვირდი ჩემს აქციელს და იმ ადამიანებსაც მე რომ გამოვადექი, რომელში შველა იყო დაცვა თუ ხსნა. ზოგმა ბოროტებით გადამიხადა. სხვა მიმაზე უარესი ჩაიდინა, რასაც ავაცდინე, ვიღაც თვითონ გახდა მოძალადე და ჯალათი, ჩემი წყალობით ღონე რომ მოიკრიფა იმის მერე. არ გის ლაპარაკად. შევაქციე ზურგი ყველაფერს, აღარ ჩავერია სხვის საქმეში. დავრჩი მარტოთ მარტო. და მივხვდი არ მოვიკეთი სწორად, მაგრამ მომავალში რა მეკეთებინა და როგორ მეცხოვრა. ვერც იმის გავიგე რამე. ამან მომიყვანა თქვენს წრეში. ვიფიქრე მათიციან იქნება ის, მე რომ არ ვიცი თქვა. არიცით, არც თქვენ მგონია, რა საკეთებელი და ნამდვილი საქმე. ერთი კია, მოწყურებული ხართ ჩემსავით. საუბრობთ, ვარაუდობთ, ეძიეთ, რაღაც გზაზედ გახართ მართალია ესეც, მაგრამ სანამ მანდედან აზრი, მიზანი და საზრუნავი ჩამოყალიბდება, საუკუნე გაივლის კიდევ. გრაფმა რომ შემთხვევა მოიყვანა, იმის განჯაში ის იქნებოდა მართალი, ვინც ასე იტყოდა. სახელმწიფოს იმ კაცის არ უნდა ეშინოდეს, ვინც მახეში გაბმული მებრძოლი კაცების დახსნას არ შეეცდება. აღარ ვარ საშიში, თქვენო ბრწყინვალებო. ამიტომ აღარ ვარ. არ ვიცი, მივიღებ თუ არა თქვენგან იმ ქაღალდს. და არც ის მგონია დიდი მნიშვნელობა თუ აქვს მაგას ჩემი მომავალი ცხოვრებისათვის. ეგ არის ამდენი წელიწადი გავიდა, ვთქვი, მე რამდენჯერ შემოცვალა აზრის ზნე და საქციელი ამ ხნის მანძილზე. არ ვიცი და ვერ მოგახსენებთ. ხვალ თუ ერთი წლის შემდეგ რა გზას დავადგები. სიცრუის თქმას არ ვიკადრებ და ვერავის მივცემ იმის პირობას, რომ ჩამიდებენ თუ არა ჯიბეში პატიების ქაღალდს, მაშინვე შევდგები ბერად და იმპერიის დღეგრძელობისათვის ლოცვაში გადავიტყავებ მუხლებს. საითაც გული გამიწევს, იქით წავალ და იმ გზაზე ვივლი თქვენო ბრწყინვალებო. ეს არის ჩემი სიმართლე.